ყველას თავისი სარბიელი აქვს გასავლელი, ყველას თავისი მოწმობა აქვს გასაკეთებელი. ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილება იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შენ რომ ცხოვრობ, შენ რომ არსებობ, შენ რომ მეტყველებ, შენ რომ იყურები თვალებიდან, უნდა მოწმობდე, რომ ქრისტე არის ღმერთი. სული წმინდა მოწმობს ჩემ შესახებ და თქვენც მოწამენი ხართ. ანუ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა მოწმობდეთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და საზრუნავი და არა ის ეხლა რამდენხანი ვიცოცხლო და ასე. აი ამის წინააღმდეგ ვიღაც ადამიანები კი არ იბრძვიან როგორც ასეთი. ამის წინააღმდეგ თავად ეშმაკი იბრძვის. ეხლა ეშმაკი რო იბრძვის ას ნიშნავს? იბრძვის ზაკრობით, უდიდესი ხელოვანია ზაკრობის. ცდუნებით ისე იბრძვის, რომ გაცდუნოს, ის პირდაპირ არ მოდის. ის არ გეუბნება, რომ მე ვარ იცი მტერი, ის მოდის სიმართლის სახელით, სიყვარულის სახელით. ხანდახან ქრისტეს სახელით მოდის. ადამიანს უნდა კონდეს სიბრძნე და ძალიან ღრმად ქრისტიანული აზროვნება, რომ მისგან დაგებული ხაფანგები მისთვის საცნაური გახდეს.